მახსოვს როგორ ნელ-ნელა ქვეყანა სახელმწიფოს ემსგავსებოდა და ამავე დროს იკვეთებოდა მისი საგარეო პოლიტიკის კონტურები. მან თქო რომ ჩვენი გადარჩენის გზა არის ორი, პირველი არის დემოკრატიის განვითარება და ამ კონტექსტში ის ხას უსვამდა განსაკუთრებით პრესის თავისუფლებას და რა თქმა უნდა გზა დასავლეთისაკენ და კონკრეტულად ამერიკა. მან თქო თუ ქვეყანა რომელიც შეძლებს ჩვენ დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას და შემდეგ ეს უკვე აფორიზმად ქცეული გამონათქვამია შევარდნაძის რომ თუ საქართველოს გადარჩა ეს გადარჩა მხოლოდ იმიტომ რომ მას ეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ერთი დილემის წინაშე აღმოჩნდა ან ინგლისური უნდა მესწავლო ან და ქართული უნდა გამევრცელებინა მსოფლიოში. მე მეორე გზა ავირჩი. I chose the second route. სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიაღწია, თორემ წარმატებისთვის რომ მიაღწია, ეხლა თარგმნელი არ იქნებოდა შეშუქება. Well, unfortunately, I was not very... ელჩი ვარ უკვე ამერიკაში, გამიშვა და ესეთი დავალება მომცა რომ ეხლა გაითვალისწინეო, რომ მეო ვერაფრით ვერ დაგეხმარებდი. ჩვენი ესეთი დავალებაა. თუ კარები არის ჩაკეტილი საქართველოს ელჩისთვის, კარები უნდა შეამტვრიო და შეხვიდე. თუ კარებს ვერ შეამტვრევ, უნდა შეხვდე, ესეთი სიტყვა ხო ფორტოჩკაში უნდა შეხვდე. თანდათანობით მათი ურთიერთობები ძალიან დაახლოებისკენ მიდიოდნენ და მე თვლიდი და თვითონ დათანხმდა რასაკვირველია პრეზიდენტიც და კლინტონიც რომ ერთმანეთისათვის არ მიემართათ როგორც ბატონო პრეზიდენტ. არამედ Dear Bill, Dear Edward, უკვე ესე იყო. წერილები ესე იწერებოდა. Well, the United States has strongly supported Chairman Shevardnadze and the territorial integrity of Georgia. And we want to talk a little about what can be done to help with peacekeeping efforts there and about other matters that affect their destiny in Georgia, including obviously events in Russia and other countries in the region. So I really look forward to this meeting for a long time. ეხლა რა დამავიწყებს 97 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, ის ხო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, იმიტომ რომ ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის, საერთოდ აი ამ პარტნიორობის გაფორმების გზაზე ძალიან სერიოზული ვიზიტი იყო და იყო იქ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. ერთი შეხვედრა მოაწყო ოპიკმა, ზუსტად ამ სიტყვებით წარუდგინა ოპიკის პრეზიდენტმა, მაშინ ამ საზოგადოებას შევარდნაძეს შეხვდით ედვარდ შევარდნაძეს წარსულის აწმყოს და მომავლის ლიდერს. Patrick Leahy, nice to see you again. Delighted you're here. I'm delighted you're still safe. You don't have an easy life. ძალიან სტაბილური მოსაწყენია. მაშინ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ასევე ნატოში, ნატოს შტაბ-ბინაში. ამ შეხვედრებზე მან ისაუბრა იმაზე თუ რას წარმოადგენს საქართველო, როგორი შეიძლება იყოს მისი სტრატეგიული ფუნქცია რეგიონში, მსოფლიოში, როგორ შეიძლება იყოს ეს ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. How are you? Школу დასკს. სადა ბრიუსელში წივა. Ჩეთი როდის მივიღებთ ნატოში? Well, first of all, when are we going to become members of NATO? I tell you when they leave. ამას გეტყვით სწავლება კიდე. მე ვფიქრია რომ შევარდნაძე ცოდუა აი ეს მასშტაბი, აი აქ თელასი, კაბელი, ტრანსფორმატორი აფეთქდა, გაზი არ არის, აი ასეთი პრობლემებისთვის, აი ეს მასშტაბი აზროვნების იყო თითქოს ძალიან დასანანი. იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული იყო ის, როდესაც ლაპარაკი იყო ხოლმე გლობალურ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ ტენდენციებზე, ვინ რას, როგორ, რომელი სახელმწიფო რა პრიორიტეტები, როგორ წარმართვა ურთიერთობების. აქ საერთოდ სხვა იყო შევარდნაძე, აქ იყო როგორც თევზი წყალში.
მას ჭირდებოდა კარგი კოჭოია პრემიერი. ხო, ზუსტად ამ სიტყვებით და აი ის რომელიც ამას მიხედა დაასრულა დაალაგე იქით-აქით და თვითონ იმ გლობალურ რაღაცებს, თვითონ დაალაგებდა იმ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, აი ეს როგორი იყოს და ასე შემდეგ. იგი ძალიან კარგად ათვიცნობიერებდა, ესე ვთქვათ, საქართველოს აი ამ ისტორიულ გეოგრაფიას და მნიშვნელობას, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი და სწორედ ამით ის ხშირად ამბობდა, რომ ამით უნდა იყოს საქართველოს საინტერესო და საქართველოს ფასი მდგომარეობს ამაში. ის უნდა იყოს დამაკავშირებელი ხიდი, ესე ვთქვათ, აი ამ თავის სამეზობლოში. ეს გახდათ გარკვეული ბალანსის დამყარება სამხრეთ კავკასიაში. იმ ბალანსის, რომელიც დღესაც არსებობს. სწორედ ეს ბალანსი, რომელშიც საქართველო ასრულებს ამგვარ სპეციფიურ როლს, აი ამ სამკუთხედში, სამ ქვეყანას შორის, ძალიან პატარა მონაკვეთზე. ხმელეთის, სადაც ორი სახელმწიფო ერთმანეთს ებრძვის. აი ამ პირობებში საქართველო მოახერხა იმ რეალობის შექმნა, რომელმაც შემდგომ რეგიონის წინსვლას დაუდო საფუძველი. სადღაც 96-97 წლებში საქართველო ხდება ეტალონი მთელი რეგიონისათვის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის. ამავდროულად ამ პროექტების განხორციელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების თვალსაზრისით. ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უამრავ წამყვან ფიგურას, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ჰეიდარ ალიევი. ამ ორი ადამიანის პოლიტიკურმა წონამ გაიტანა ის დიდი საკითხები, რომელიც შემდგომ იქნა რეალიზებული აზერბაიჯანში და საქართველოშიც. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღნიშნო პრეზიდენტი დემირელი, რომელიც თურქეთს ხელმძღვანელობდა და რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ თურქეთი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენი. რომ არა თურქეთი იმ პირობებში, როცა რუსეთი საქართველოს დაუპირისპირდა, ჩვენს დამოუკიდებლობას დაუპირისპირდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში, საქართველოს სახელმწიფოებრიობას გადარჩენის პერსპექტივა რეალურად არ ექნებოდა. ჩამოვიდა საქართველოში რამდენჯერმე სწორედ ამ პროექტების განსახილველად. ჩვენ რაღაცაერთ ორ ხელშეკრულებას მოაწერდით ხელს, სინამდვილეში ვსჯელობდით, ლაპარაკობდით ამ პროექტებზე. აი ამ პერიოდში ბატონ ედუარდმაც თავის მეგობარ ალიევთან ერთად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენი განვითარების ვექტორი განსაზღვრა. იმდენად ვიყავი მაინც დარწმუნებული, დაჯერებული იმაში, რომ ეს აუცილებელია ქვეყნისათვის და ჩვენ ეს უმოკლეს დროში გამოგიყვანს იმ კრიზისიდან, რა კრიზისშიც ქვეყანა აღმოჩნდა და რომ საქართველოს ფუნქცია შეიძინოს თავის ფუნქციას და სხვა ქვეყნებისთვის საჭირო გახდება, მე ეჭვი არ გვარებოდა, რომ ეს განხორციელებულიყო. ვარ განხორციელებულიყო, ჩვენ კიდევ უფრო იმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით. გაჩნდა შესაძლებლობა ქვეყანას ეზრუნა თავისი ადგილის ძებნასა და დამკვიდრებაზე მსოფლიო არენაზე. ასეთი ფრაზით დაიწყო ონში სიტყვა ედვარდ შევარდნაძე გაეროში უფრო ზუსტად. საქართველოს გეოპოლიტიკურ ჯვარზე იყო თავიდან გაგრული. გზაჯვარედინი პირდაპირ ჯვარი და ეს წამების ჯვარი იყო. მაგრამ ეს ჯვარი შეიძლება კეთილდღეობის ჯვარიც გახდეს. სადაც არ გინდა ყოფილიყავით ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ისრაელშიც კი მას მოჰქონდა მზა ნახაზები, რითაც უმტკიცებდა სულ ყოლას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათთვის. არ ამბობდა რომ საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ესარგებლათ იმ შესაძლებლობით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გასულიყო გაზსადენი ან ნავთობსადენი. მე სულ ფიქრობდი, ჩვენ მივხვდებით თუ არა ამას. მას პირდაპირ ქონდა ნათქვამი ჩვენთვის, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის დრო, ვიდრე ელცინი არის რუსეთის პრეზიდენტი. ვიდრე ხდება თვითონ რუსეთის
შიგნით ასეთი ქაოტური პროცესები ჩვენ მოვასწროთ ამის გაკეთება. ხადია რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომ ჩვენ შეგვეთავაზებინა აზერბაიჯანისთვის პირველ რიგში და შემდგომ უკვე იქ მომუშავე უდიდესი მსოფლიო ნავთო კომპანიებისათვის საქართველოს როგორც ერთ-ერთი სატრანზიტო მარშრუტი ნავთობსადენისათვის, რომელსაც შეეძლო კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებზე რუსეთის გვერდით ავლით. პირველად ამ პროექტს ერქვა ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის პროექტი და აი სწორედ ანკარაში შევარდნაძე მოითხოვა რომ იქ გაჩენილიყოს თბილისი. ბაქო-თბილისი საქართველოს წარმოჩენილიყო თვითონ პროექტის დასახელებაში. 96 წლის 8 იანვარს ჩამოვიდა შერონის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ მაცკა საქართველოში და აი პირველად მან მოყვა ის ფაქტი, რომ როდესაც შევარდნაძე გახდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მან პირველმა შეიყვანა ამერიკული კომპანია ოსაბჭოთა სივრცეში, ყაზახეთში და დაიწყო თენგიზის ნავთობსადენის მოპოვება. ყველა წინააღმდეგი იყო მაშინ, როგორც მოყვა ბატონო მაცკემ, მაშინდელი პოლიტბიუროს ყველა წევრი და მხოლოდ შევარდნაძეს შეძლო დაერწმუნებინა გარბაჩოვი იმაში, რომ საბჭოთა კავშირი ამერიკის პარტნიორობა და თანამშრომლობა შეიძლებოდა გადაზრდილიყო საქმიან თანამშრომლობაშიც. მას უკვე ეწოდებული ვალდებულებითი ნაწილი გააჩნდა შევარდნაძესადმი და შევარდნაძემ სთხოვა მას, რომ თენგიზის ნავთობი გამოეტარებინათ რკინიგზით პირველად აზერბაიჯანის გავლით და საქართველოს გავლით ჩაეტანა ბათუმში, რომ დაფიქსირებული იყო ის ფაქტი, რომ არა ვიდრე ჩვენ ნავთობსადენს ავაშენებდით და ნავთობის მოძრაობა დაეწყებოდა საქართველოს გავლით ნავთობსადენით, რომ დაფიქსირებული იყო ფაქტი იმისა, რომ უკვე არსებობს მარშრუტი საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისა და შესაბამისად შევრონი გახდათ ის ამერიკული კომპანია, რომელმაც დაიწყო პირველი ნავთობის ტრანსპორტირება რკინიგზით საქართველოს გავლით კასპიის ზღვიდან. ცხადია, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი, როდესაც სოფლიო გიგანტებმა და ნავთობკომპანიებმა დაინახეს, რომ საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება არის ხელსაყრელი, ეკონომიკურად მომგებიანი, უსაფრთხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 10 წლით უსწრებს სულ მინიმუმ დროს, იმიტომ რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობა 2003 წელს დასრულდა და ბაქო-თბილისი ერზურუმის გასადენის მშენებლობა 2004 წელს. შესაბამისად, აი ეს პირველი შეხვედრა გახდა საფუძველი იმისა, რომ ამოქმედებულიყო აი ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის შევარდნაძისეული კონცეფცია. საქართველოში ასია ხელში ჭიქა უნდა გეჭიროს, რომელიც ღვინთა ასავსე და რა ვქნა ახლა მარტო ჩაი აქ, მეტი არაფერი სიგეთი არ არის და მერე იქნება ვიგიამ რაღაცა იგისროს და აღნიშნოთ დღევანდელი დღე. მართლაც მან იხმარა სიტყვა ისტორიული, ძალიან ხშირად რო არ ხმარობ, არ ვარგა. მაგრამ საქართველოსთვის ეს მართლაც ისტორიული დღეა. დაარწმუნა შევარდნაძემ ალიევი, ადრე თუ გვიან ირანს მოეხსნება სანქციები. და თქვენ არ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ნავთობის მომპოვებელი და მომწოდებელი ქვეყანა რეგიონში. იმიტომ რომ ისეთი დიდი მოთამაშეები შემოვლენ ამ ენერგეტიკულ პროექტებში, როგორც არის ირანი, როგორც არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, არაბეთი და ამ შემთხვევაში თვითონ შევარდნაძე გახდათ ფაქტორი იმისა, რომ გაჩენილიყო ნდობა ქვეყნისადმი და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მაშინ განაპირობა მთლიანად ჩვენი წარმატება აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის ფორმირების პროცესში. აქედან გამომდინარე, მაშინ თქვა ბატონ ედუარდმა, რომ ისეთი პერსპექტივით გავთვალოთ ეს მილსადენი და სხვა შორს უთხრა ამერიკულ კომპანიებსაც პერსპექტივაში ირანული გაზი დაემატოს და გაატაროს ამ გაზსადენმა და რეალურად 65 მილიარდი კუბომეტრის ტრანსპორტირება შეუძლია. სცანეს საღან რომ საქართველოს სიმდიდრე შევარდნაძეა. მე აზერბაიჯანელებს ვეუბნები, წამიყვანეთ და ნავთობი მოგვეცით. ოლბრაიტი ჩამოვიდა მოსკოვში, მაშინ ის ჯერ არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო მდივანი, ის იყო გაეროში ამერიკის ელჩი. და მოსკოვში ჰქონდა მას შეხვედრები ელცინთანაც მათ შორის და მეორე დღეს მან მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. აიო, მე ეს ელცინს უთხარიო, მაგრამ მინდაო რომ მან იცოდესო, რომ ეს თქვენც იცითო. ჩვენო მას ხაზგასმით უთხარითო, რომ კავკასიაში პრობლემებსო და ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში და საერთოდ აღმოსავლეთში პრობლემებსო ჩვენო შევარდნაძის თვალით უყურებთ.
იდეებს, დიდ საქმეებს რო წარმოიდგენ და შეადარებ იმ რაღაც კინკლაობას, ვიღაცამ რაღაცაზე გაწყეინა, ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მოგაყენა თუნდაც მე მიაჩნია რომ ეს არ არის პოლიტიკოსობა. ჩავეჭიდეთ იმას რაც გაგვაჩნდა და ეს იყო შევრნაძის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და უმნიშვნელოვანესი ხედვა რომ ჩვენ არ თავაზობდით ახალ მშენებლობას, ჩვენ არსებული მარშრუტს, რომელიც 1904 წლიდან არსებობდა, ძმები ნობელების მიერ აშენებული ბაქო ბათუმის ნავთობსადენი, გამოგვეყენებინა იგივე მარშრუტი და რეაბილიტაცია მოგვეხდინა, ანუ ისტორიული ენერგეტიკული დერეფნისა. რაც მართლა იყოს რეაბილიტაცია გავაკეთეთ მაშინ, მართალია თითქმის 400 კილომეტრიანი ნავთობსადენიდან 220 კილომეტრი ახლი ჩავდეთ, იმიტომ არ შეიძლება რეაბილიტაცია დაწყებული მდინარეების გადაკვეთით. ძალიან ვიწრო წრეში პირველი შეთავაზება, რომელიც შევრნაძემ გაუკეთა დემირელს, ის რომ შეხვედრილი იყო სამი პრეზიდენტი, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები. ცოტა არ იყოს დემირელი გაკვირვებული დარჩა ასეთი შეთავაზებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის დათანხმდა ამ შეხვედრას და ეს შეხვედრა გაიმართა ტრაბზონში. ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც შევრნაძემ ღიად და გახსნილად განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველო და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ააშენებენ დიდ ნავთობსადენს. ტრაბზონიდან უნდა გამოფრენილიყავით, თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შევარნაძის თვითმფრინავის ჩამოსაგდებად იყო მიღებული რაღაც გარკვეული ზომები საქართველოს ტერიტორიაზე. ასაკურველია თურქეთის პრეზიდენტმა წამსვეს აეროპორტში ხდებოდა. უკვე ჯერ ტრაპზე არ ვიყავით ასული, მაშინვე დემირელმა უთხრა შევარნაძეს მათ შორის შესთავაზა თავისი თვითმფრინავით გამოფრენა, ისევ ჯიუტად, იქიდან გამომდინარე, რომ მას როგორც გითხარით, შიშის შეგრძნება არ ქონდა ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ასაკურველია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ ეს შეცდომა იყო, რომ ეს არ შეიძლებოდა მოხდარიყო საქართველოში, ეს უნდა ეჩვენებინა, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, საქართველოს შესაძლებელია პროექტების განხორციელება, მათ შორის ისეთი დიდი პროექტის, როგორც არის ბაქო-ჯეიხანი და ასე შემდეგ და ის ამისთვის მზად იყო, რომ თავი გაეწირა. ნუ ჩვენც ერთად მეყოლებს პორტირა საკურველია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ფინავების მაშინ თავდადებით და ოსტატობით მოხერხდა ისე, რომ სინათლე შუქებ გამორთული, ტრაექტორია შეცვლილი, თვითმფრინავი, ნუ როგორღაც დაჯდა და გადავრჩით მოკლედ. ასეთი რამეები ძალიან ხშირად ხდებოდა. ესე იგი მართალია, მე რაღაც ორი ესეთი SU-25 დაგვდევდა ხოლმე, ვითომ იმათ უნდა აეცილებინათ ეს ყველაფერი, მაგრამ სხვათა ერთხელ მოხდა ისე, რომ ეს SU-25-ები არ აფრინდნენ. თვითმფრინავები არ იყო და ამ დროს დარეკეს გაარკვიეს მოკლედ დაცვის სამსახურმა გაარკვია, რომ იქ სადაც მატორი თუ ეს ძრავები საიდანაც აქ იქ იყო ჩაყრილი ქვიშა ქვა თუ რაღაც მსგავსი რაღაც. და თვითონ ეს ფაქტი ეს როგორ აღმოჩნდა ჩაყრილი, იმიტომ რომ თვითმფრინავები როცა დგას ის დაცვის ქვეშ არის მუდმივად. ნადიბაიძე მოითხოვდა მათ აფრენას, რადგანაც პილოტებმა თქვეს ვარი. იმიტომ თქვეს ვარი, რომ შეიძლებოდა ეს თვითმფრინავი აფეთქებულიყო თვითონ და მისი აფეთქების ტალღას დაეზიანებინა სახელმწიფოს მეთაურის თვითმფრინავი. და დაჯდობამდე ადრე ჩააქრო ყველა სინათლე და ისე დავჯექით, ესე იგი რომ სინათლე არ ქონდა თვითმფრინავი. აღშფოთებული იყო მე, ასეთი არც მერე მინახავს, არც მანამდე. სულ იმას ამბობდა, რომ მე ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემთან ერთად 100 კაცამდე იყო და ისინიც იწირებოდა. მართალია მეორე დღეს სწორედ ბატონო ედუარდმა რადიო ინტერვიუში გამოაცხადა, რომ ის ათავისუფლებს თანამდებობიდან ვარდიკო ნადიბაიძეს. რაც პრინციპში სწორი იყო და ძალიან გამართლებული. მე არ მინდა ახლა ვინმე შევახსენო, ერთ-ერთმა მოღვაწემ თქვა хватит компромисси, которые были допущены, которые были раньше. Больше на компромиссы не пойдем.
არეთ მარჯვნდა. კომპრომისების გარეშე არც ძველ დროში არსებობდა და არც ეხლა არ არსებობს პოლიტიკა და ასე რომ. საქართველო გადაიქცა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ქვეყნად, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ინტერესებს. ამიტომ ნუ გვიგვირს ეს რომ რუსეთი აწყობდა მაშინ ტერაქტებს შევანაძის წინააღმდეგ, პოლიტიკურად ბლოკადაში გვაქცევდა, ეკონომიკურად ცდილობდა რომ ხელი შეეშალა, იმიტომ რომ მის ინტერესებს თანხმედრა არ იყო საქართველოს ესე ვთქვათ სტაბილურობის მომენტი. ძალიან რთული იყო. ალიევი მუდმივად ამბობდა რომ არ უნდა რუსეთის გაღიზიანება. რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე ყველა ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. 96 წელს იყო მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ბატონ ედვარდთან საუბრის შემდეგ, რომ გაკეთებოდა უკვე ერთი მარშრუტი არ იქნებოდა ჩრდილოეთი, იქნებოდა ორია. დაიწყეს ჩრდილოეთით და ალტერნატივა გაკეთდა მომენტალურად ბაქოს სუბსაც, რომელიც 99-ში ამუშავდა და ექსპლუატაციაში შევიდა. პრემიერ-მინისტრი გახდა მაშინ თურქეთის თანსუ ჩილერი, რომელიც შესანიშნავად იცნობდა ამ პროექტს. ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტთან, ბატონ კლინტონთან და კლინტონს აქვს ნათქვამი ჩემთვის. ჩვენი ჩარევა არაფერი საჭირო არ არის, დიდად არ არის საჭირო, იმიტომ რომ თანსუ მოსვენებას არ მალდევს. დღეში 5 ჯერ ეკავს. და ასევე დემინელი რა თქმა უნდა ამერიკელებზე ბევრი იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ და საქმეში უნდა ჩართულიყვნენ, ძირითადად ამერიკასთან იყვნენ დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არ იყო სუფსაში. ეს იყო ტრიალი მინდორით დაჭაობებული ნაწილი და უნდა ჩავიყვანეთ 15 კომპანია. ის რაც სუფსაში განხორციელდა, აი მშენებლობის კუთხით და საინჟინრო გადაწყვეტილების კუთხით უნიკალურია. სოფლიოში ესეთ რამ არ არსებობს, იმიტომ რომ ხელოვნური გრუნტი შეიქმნა. აი ჩვენ თითოეული რეზერვუარი წარმოიდგინეთ, თითო რეზერვუარი არის, ფეხბურთის სტადიონის ხელა. 64,000 ტონაა თითოეული რეზერვუარის მოცულობა. ხელოვნური ტივ-ტივ ასე ვთქვათ პლატფორმა შეიქმნა და ხელშეკრულებით ის რაც მოძრავი იყო, ავტოკომპანიებს შეეძლო წაეღოთ, მათი კუთვნილება იყო ეს. და რაც უძრავი იყო, ის იყო საქართველოს კუთვნილება. და მაშინ თქვა შევარდნაძემ, რომ ჩვენ ავაშენოთ ტერმინალი სუფსაში, იმიტომ რომ დასაბამს მიცემს ნავთობგადამუშავებელ ხალხმშენებლობას და შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ზონის განვითარებას. ვიდრე მოაწერდა ხელს აი ამ ბრძანებულებას ამ კომპანიის შექმნის შესახებ და ჩემი დანიშნვის შესახებ ამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტად ჩვენ ორნე ვიყავით მაშინ და გამომხედა და მკითხა რომ ნავთობის ფორმულა იციო? და მე ვთქვი ბატონო ცხოვრებაში თვალით ამინახე ნავთობი და არ ვიცი და გაიღემა და მოაწერა ხელი და მითხრა რომ არც მე არ ვიცი და მოდი ერთად ვისწავლოთ. უნდა გითხრათ რომ ჩვენთანაც სიძლიერეები იყო მოსახლეობის გადასახლება დაგვჭირდა, რა თქმა უნდა თანხავს უნაზღაურებდნენ, მაგრამ ახლა რაც შეიძლება მეტის მიღება სურდათ, კომპანია ასე იოლად ფულს არ ხარჯავს. ერთ კვადრატულ მეტრში თხოვდნენ 14,000 თუ 10,000 დოლარს და ჰაიად პარკში რა გვაშენებინა ლონდონში. ეს ტერმინალი უფრო იაფი დაждდებოდა მაშინ და ახლა ნავთობკომპანიისთვის ცოტა ძნელი გასაგები იყო. ამდენი პროტესტი, ამდენი ასე ვთქვათ მოთხოვნა და მე მახსოვს ჩამოვედი და ძალიან ცოტა გაბრაზებული გახდი და ჩამოვედი და უთხარი ბატონებსაც რომ მე ამ გურულებთან ვერ ვილაპარაკებ. როგორ კაცო ჭკვიანი კაცი ეყოლება და დაელაპარაკე ვინმესო და თანაც უხალები საუბრობდნენ იქ. და ამ როცა ეხა 300 ხალი და ბიპის პრეზიდენტი დგას იქ და არ ესმის ქართული და ესმის მარტო წივილი გურული ხალების. ცოტა ძნელია მაშინ ამაზე საუბარი და მე ვთხარი მე ვერ ვნახემთ იქ ჭკვიანი კაცი და არა წავდი იფიქრე და მაინც იქნება ვიღა ჭკვიანიო. მეორე რომ მივედი დილით აღარ მიფიქრე ამაზე და მითხრა რაკენი მოიფიქრე რომელიმე ჭკვიანი გურული იციო? ნუ მე ვთხარი ჩავლა კიდევ ვნახა აღარ გინდა უჩახვალ ჩაი მოიტანე და დალია აგერ არა. მე მოგეხსენებათ როცა დაიწყო ჩეჩნეთის ომი რეალურად ბაქოს სუფსა დარჩა ერთ-ერთი რეალური სტაბილური ნავთობსადენი. ქვეყანამ დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე თავის მეზობლებთან უმნიშვნელოვანეს სფეროებში.
ეს იყო სატრანსპორტო გადაზიდვები ცენტრალური აზიიდან ევროპაში და ეს იყო ენერგომატარებლების გადაზიდვა კასპიის რეგიონიდან თურქეთში და თურქეთიდან შემდგომ ევროპაში. მაშინ ჩვენ საუბრობდით იმაზე და ბატონ ედვარდი საუბრობდა იმაზეც, რომ საჰაერო ხაბიც უნდა გამختارიყო საქართველოს და სწორედ ჩვენი აეროპორტი უნდა გამختارიყო ის წერტილი, სადაც ისინი თუნდაც მხოლოდ იმას გააკეთებდნენ, რომ მოხდებოდა საწვავის შევსება და შემდგომ უკვე გაფრენდო ჩვენ ზუსტად შუაში ვართ. ამას მიება თემა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაჩენილიყო საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. და ეს იყო სწორედ იდეა იმისი, რომ საქართველოს თვითონ წარმოებინა საწვავი, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანზიტო თვითმფრინავებისათვის. სხვათა შორის ეს იყო ძალიან სერიოზული არგუმენტი შევარდნაძესა, როცა ჩვენ ვაშინგტონში, როცა ის ესაუბრებოდა ამერიკის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს შესაძლოა შავი ზღვის აუზის ქვეყნები უზრუნველყოს იმ აუცილებელი მოთხოვნით, რაც მათ გააჩნიათ საწვავთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ყველა ისინი ნაკლებად დამოკიდებული ხდებოდნენ რუსეთის მიერ მათთვის გაზისა და ნავთობის მოწოდებაზე. და აბრეშუმის გზა მარტო ტრასა არ არის. აბრეშუმის გზა არის ის ნავთობსადენი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ბაქოს უბსა. აბრეშუმის გზა არის ის ნავთობსადენი, რომელიც აშენდება, ეს არის ბაქო, თბილისი, ჯეიხანი. აბრეშუმის გზა არის ტრანსკასპიური გაზსადენი და მრავალი სხვა პროექტი. აბრეშუმის გზა არის ისიც, რომელიც ახლა წამოვიწყეთ ფოთის სპორტის გაფართოება, ახალი მისადგომების მშენებლობა, რომელშიც 60 მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს ეს იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი და კიდევ 70 მილიონიანი მომავალში, რომელსაც ისევ იაპონიის მთავრობა გვირდება. აბრეშუმის გზა არის ფოთის სპორტის გაფართოების ის პროექტები, რომელიც ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ. ბათუმის სპორტის გაფართოება მომავალში ოჩამჩირის და ზოგიერთი სხვა პორტების, როცა იმ საკითხებს გადავწყვეტ, რაც გადასაწყვეტია და ეს არის საჰაერო სივრცე და ყველაფერი ეს აბრეშუმის გზა არის. კიდევ ერთი ელემენტი ამ კონცეფტისა გახლავთ სატელეკომუნიკაციო არხი, ეს არის რამოდენიმე ოპტიკური ბოჭკოვანი და სხვა ტიპის კავშირგაბმულობის ელემენტი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სოფლიოს ისეთ დაშორებულ წერტილებს, როგორც გახლავთ შანხაი და ევროპის ატლანტიკური სანაპირო. მეორე პროექტი მზადდება კიდე ანაკლიაში. რამდენიც უნდა იხმაურონ, რამდენიც უნდა იღრიალონ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კანონის შესაბამისად. ანაკლის პროექტის თემა ეს არის თავიდან ბოლომდე ბატონ ედვარდის მიერ დაწყებული თემა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში და იმიტომ იყო ყველაზე ღრმა წყალი რეალურად და რეალურად იძლეოდა ეს იმის საშუალებას, რომ ძალიან დიდი საოკეანო ტანკერები მიგვეღო. ეს ყველაფერი შემოსავალია. ეს საბაჟო გადასახადებია, ეს სატარიფო შემოსავლებია, ეს ტურიზმის განვითარება არის, მაღალი ტემპებით ტურიზმის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ბიუჯეტი ასეული მილიონობით და შეიძლება მილიარდობით დოლარითაც გამდიდრდეს. ევროკავშირმა მოახდინა, ასე ვთქვათ, შეთანხმება და ისინი შეთანხმდნენ აი ამ სწორედ ჩრდილოეთი და დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი, აი ასეთ დიდ და ფართო მასშტაბით საკომუნიკაციო საშუალებების გზები, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, აი აქ ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დაწესება და ამას რა თქმა უნდა ერთიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მოყვებოდა და ერთიანი პოლიტიკური აუცილებლად შეთანხმებები ჭირდებოდა. საქართველოს ხდებოდა საკვანძო მოთამაშე აი მთელ ამ ხაზში და ჩვენ ვიღებდით გარანტიას არა მხოლოდ იმისა, რომ ენერგეტიკული დარგიდან მიღებული შემოსავალი იქნებოდა საქართველოს ბიუჯეტში, არამედ ჩვენ ვიღებდით გარანტიას იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული საერთაშორისო უდიდესი ქვეყნების მიერ და ისეთ მოთამაშეების მიერ, როგორც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ. უცბად რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა გაზის მოწოდება საქართველოსთვის. ეს ხდება ახალი წლის წინ. მოწარმოდგენიათ ახალი წლის წინ და სხვათა შორის ძალიან ისეთი დიდი როლი ითამაშეს სწორედ უცხოელმა დიპლომატებმა, ლიდერებმა, იმიტომ რომ ყველამ
უკვე თავის სიტყვა თქვა. ახლა რა შეასაქმე? თქვა თავის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ენერგეტიკული თავისი პოტენციალი, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნები. იმიტომ რომ ეს პოლიტიკური მიზანი იყო. და კლინტონი პირდაპირ ელაპარაკა პუტინს. რაღაცნაირად კლინტონმა რაღაც წითელი ხაზებიც გაავლა. ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გასცადენი გვაინტერესებს. ისიც რა შეასაქმე. ეს არა მარტო სოციალური პრობლემა, არამედ პოლიტიკური საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში და ესეც შევარდნაძის ასე ვთქვათ იდეა გახდათ, რომ გაკეთებულიყო ეგრეთ წოდებული ტრანსკასპიური გასცადენი. პრაქტიკულად დღის წესრიგიდან მოხსნა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმძიმესი თავისწყივილი. მონოპოლური დამოკიდებულება რუსეთიდან გაზის იმპორტზე. საქართველოს დაიწყო გაზის მიღება აზერბაიჯანიდან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნის ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ პერიოდში დაიწყო ინტენსიურად ეს ინფორმაციების შემოგდება სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ტერაქტი მზადდება კიდევ შევარდნაძეზე. და ეს ჯგუფი აღმოჩნდა გროზნოში, იქ ემზადებოდნენ და მათ ამზადებდათ ორი არაბი ინსტრუქტორი, სერიოზული ტერორისტები. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა გოჩა ესებუა, რომელიც ერთი წლით ადრე მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდი, წავიდა ზუგდიდიდან, წაიყვანა 15 კაცი და ეს ფაქტი ყველაფერი იყო ჩვენთვის უცნობი, პირდაპირ გეტყვით და ამზადებდნენ იქ. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა გოჩა ესებუა და აფინანსებდა გურამ აფსაძე. ზვიად გამსახურდიას ფინანსთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი. ეხლა ეს ყველაზე უფრო ძლიერი ის იყო. ძლიერად მომზადებული, კარგად მომზადებული ტერაქტი. რაოდენობითაც მეტი იყო ხალხი. თორსტები 20 კაცზე მეტი იყო, შეიძლება 30-მდეც. ორმა მოგცა ჩვენება, რომ ჩვენს მომზადებას გურამ აფსაძეც ამოწმებდაო, მაგრამ ამოწმებდა კიდევ ვინმე დენიევი, რომელიც ამბობდაო მე ვარო FSB-ს პოლკოვნიკიო. შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ხალხი მომზადებული იყო რუსეთის ბაზაზე ჩეჩნეთში. ჩეჩნეთში მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო რუსეთის ბაზები და მთელი 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ეთყობა მთელი თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მარშრუტს. შეარჩიეს ყველაზე უფრო მოსახერხებელი ადგილი მათთვის და როცა ჩემ რეზიდენციამდე დარჩენილი იყო 1 კილომეტრი ნახევარი მარჯვენა მხრიდან განხორციელდა, არ ვიცი, ყველა სახის ავტომატური ცეცხლსური იარაღიდან ზალპური გასროლა. იმდენად მომზადებულები იყვნენ თავდასხმელები, რომ სამივე ჭურვი, რომელიც ბაბუს მანქანის ავტომობილის მიმართულებით იყო განხორციელებული, სამივე მოხდა. მხედველობის სარეთ დაკარგული ქონა, იმიტომ რომ წინა საქარემინა, რომელიც მხედველობისთვის არის, ეგ იყო სულ გათეთრებული აბსოლუტურად. ზღოლმა სვლა არ შეაჩერა, თუმცა საბურაები უკვე დახეთქილი იყო, მაინც სვლა განაგრძო და ყველაზე საშიშ ზონას ოდნავ გაცილდა. ერთი იკითხა, ჩვენ უკვე ვეღარ წავალთ არა აქედან. ბატონო ედვარდის სიტყვები იყო, რომ მერეთი შემიძლია დაგეხმაროთ. შიშის განცდა ადამიანს არ აქვს, ამის ძიგი ყოველ ეს ისე სწრაფად ვითარდება, ყველაფერი სწრაფად განვითარდა. რომ იმაზე ფიქრი, რომ რაღაც გამოსავალი მოძებნო, ამის ფიქრის დროც არ არის. ამას ადამიანი ვერ გააკეთებს თუ შინაგანად არ აქვს. ამას ორგანიზმს ვერ უბრძანებ ამაზე, რომ აი მოდი ახლა მაგრად მოვიქცე, ვინმე არ მიყურებდეს ან რაღაც, ეს წარმოუდგენელია. და იქ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ავტოინსპექტორი თავისი პატარა ჟიგული მანქანით და ჩემმა მაშინდელმა დაცვის უფროსმა დაუძახა, ის გადმოვიდა პირველი მანქანიდან, დაუძახა, რომ ის მოსულიყო, მოვიდა, მოგვიახლოვდა და რაღაც სულ 1 წუთის პარკლებში ჩვენ აღმოჩნდით უკვე მეორე მანქანაში და ჩემი ბრძანება იყო წავსულიყავით რეზიდენციისაკენ. როდესაც უკვე მოხდა მისი ევაკუაცია და ერთად გამოდივართ, ესე ვთქვათ, ტერაქტის ადგილიდან,
მან მკითხა რომ ჩასაფრებაო წინო არ უნდა იყოსო წესით მათ უნდა გაეთვალისწინებიათ რომ თუ თქვა ტერაქტი არ დამთავრდებოდა სასურველი შედეგით საით უნდა ყოფილიყო ჩემი მარშრუტი ეტყობა თვითონაც მერე დაიბნენ და დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ 2-3 ბომბი მოხვდა მანქანას და რომ ადამიანის გადარჩენა ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ჩათვალეს რომ მიზანი უკვე შესრულებულია ბიჭები დაგვეღუპნენ სპეცნაზელი დათო კოკაური და პირადი დაცვის წევრი კახა შევარდეინძე რამოდენიმე ძიმედ დავიჭერით მაგრამ ყველაფერმა ამან ერთობლიობაში სადღაც ესეთი მოგცა საშუალება რომ უსაფრთხოდ გასულიყო როდესაც მოვედით უკვე სახლში ქალბატონი ნანული ჩამოდიოდა კიბეებზე სახლში და იკითხა რატომ შეგაგვიანდათო ქალბატონი ნანული მარიცოდა ამ ტერაქტის შესახებ რა თქმა უნდა და შევარდნაძემ გაიხადა პალტო და ისევ გვესროლესო ესე იგი ავტომატური შეფასება დაგეცი შევთხოვე მეთოდია კი Витальевич, добрый вечер, здравствуйте. Да, сильное было очень нападение. Я невредим, а вот погиб один парень, который давно со мной работает, который в прошлый раз меня доставил в больницу. Еще 2 ранены. Тут все было. Гранатометы, наверное, было тяжелое оружие. Спасибо вам большое, огромное спасибо за звонок и за то, что вы поинтересовались. Наша участь, наша судьба такова. Спасибо, Виталий. Спасибо, обнимаю. Чем фоганас вემსახურები ბოლომდე როგორც მე შემიძლია და ალბათ ეს სასწაულია ორჯერ გადარჩენა მე წინა შემთხვევებზე აღარ ვლაპარაკობ ეს სასწაულია და სასწაული ხდება მხოლოდ უზენაესის ნებით ალბათ უზენაესი ხედავს მე არ ძალას არც ენერგიას არც ცოდნას არც გამოცდილებას არ ვიშურებ ჩემი ქვეყნისათვის, ჩემი ხალხისათვის და ის როგორც სიტყვიან შველის ასეთ ურთულეს და კრიზისულ სიტუაციებში. მანქანარულ საშინელ მდგომარეობაში. კაპოტი ავარდა. კაპოტი გავენდოდა ძალიან სუვირის ნასიაში. მანქანა რა პეთქა? არა, პეთქებით არა. არა, მანქანა რა. არა, მანქანა კიდე ისე გამოიყურება. ამდენი დარტყმის შემდეგ. მაგრამ მაინც ისა გადარჩენილია. ეხლა მე ვერ გეტყვით რომ მას დავალება ასეთ იყო წახვალთ საქართველოში და შევარდნაძეს მოკლავთ. რისთვის ამზადებდნენ? მოამზადეს და ჩამოვიდნენ საქართველოში ესენი. ერთხელ ვერ შედგა და მეორეჯერ აი 9 რიცხვში განხორციელდა ტერაქტი. სხვა მიზანი არ ქონდათ არაფერი და ვინ გარნახა? მაგათ რა შეინტერესებდა შევარდნაძე მითხარით? ნატოს ადენი აინტერესებდა თუ რა? მაგ უფრო დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესები იყო. ვერ გეტყვით ახლა ელცინმა იცოდა, არ იცოდა თუ სხვა ხელმძღვანელებმა ყოველ შემთხვევაში სპეცსამსახურები რომ გეგმავდნენ ამას აქ ეჭვი არ შეიძლება შეიტანო გასმა იმიტომ რომ სამხედრო ბაზაზე რომ მიდის ამდენი ხალხის მომზადება ეს შეიძლება არ იცოდეს სპეცსამსახურმა მე არ ვიცი ვინ იყო მაშინ სპეცსამსახურებში მაგრამ ალბათ მათ იცოდნენ და თუ მათ იცოდნენ უფრო ზევითაც ეცვენებოდათ მაგრამ მაინც გადავრჩი ეს იყო აშკარად სხვა ძალით დაცული ადამიანი რა აი შეუძლებელი იყო სხვანაირად მისი გადარჩენა იმ სიტუაციაში უნდა გითხრათ რომ როცა პირველი აქტი მოხდა მაშინ ცოტათი პურის ბარაბანი დამიზიანდა და გრძნობდი რომ სმენადობა ნაკლებია ვინმე ადრე პირველი რაც თქვა საუბრისას ვიღაცამ რაღაც კითხა და არ მესმისო თქვა და მე თან დაამატა როგორ ახართ და
ოთხარი ეს შობელძაღლები არ მომეშვებიან, სანამ არ დამაყრუებენ მე. ზღვაჭორი დაიღვარა მაშინ რა მის გარშემო რომ მანქანაში არიჯდა ის იქ არ იმყოფებოდა თვითონ ის იყო დადგმული სცენარი ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო რომ ადამიანმა დადგეს ეს რომ ასეთი ამ დონეზე მე შესრულდეს ყველაფერი 95 წლის 29 აგვისტოს აქტი შევარდნაძეს დასჭირდა სპეციალურად და ცეცხლი სპეციალურად აიფეთქა თავი იმისათვის რომ მისი პოპულარობა გაზრდილიყო 10 თებერვლის ტერორისტული აქტი დასჭირდა სპეციალურად მოაწყო ერთი მაჩვენა ის კაცი რომელიც იმ მანქანაში ჩაჯდება იმ ალმოდებულ მანქანაში და იმას გაუძლებს ამის მერე დავიწყე მარშრუტების ცვლა ხან საიდან წამოვიყვანდით ხან საიდან და ერთხელ ისე გავაკეთეთ რომ კანცელარიიდან გადავედით ჩერუსკინელების ხიდზე და ფაქტიურად ვაღზლის მოედნიდან წამოვედით კწანისისკენ სულ სხვა მიმართულებით და შემხედა და რას აკეთებოდა მე ვთხარი მე თქვენ საქმეში ხო არ ვერევი მეთქი ხო და ჩვენი საქმე გვაქვს მეთქი და მაშინ წამო ჩერეზგლ დანიწავიდეთ თო მითხრა ბაბუ ატარებდა პატრიარქის ნაჩუქარ ხატს მენა ნიკოლოზის უბის ხატი რომელიც მუდამ თან ჰქონდა სადაც დაიკარგა ამ გადასვლა გადმოსვლის პერიოდში მანქანიდან მანქანაში რომ ის გაყვანის დროს თქო ამოვარდა ჯერიდან ორი კვირის პერე რომ დაათვალიერეს ის შემთხვევის ადგილი ისი პროესტა დაუბრუნეს ესე ბაბუს ამიდან მაყოფილი იყო მაგრამ მაგას ჰქონდა კიდე ერთი ცოტა ადრე ისტორია უცხოეთში ვიზიტის დროს როცა მომნა ჩამზარიყავით ექსკურსში და უნდა გავსულიყავით ბაბუ აღელდა უცბად რაღაც თუთეს ეთყობოდა და ჩემომეტრიალდა და მეუბნება რომ საძინებელში დამრჩაო ხატიო ჩუმად მომართა მოვასწრებთო რომ ავიღოთო და სანამ გავემგზავრებით ეთქარი ვეცდები უცბად გავიქეცით ეს ავიღეთ ეს ხატი წმინდა ნიკოლოზის რომელიც მუდამ თავნადარებდა რომ გადავეცი მანქანაში ჩაიდო და სიტყვა ეხლა ყველაფერი კარგად იქნება ეხლა გავემგზავროთ მესტმა და ღვთის გარეშე არაფერი არ ხდება. თუნდაც აი ეს ტერაქტები რაც მოუწყეს ბატონებთან და ძალიან ბევრჯერ მოუწყეს მას ტერაქტები და თუნდაც აქ რო გადარჩა ღმერთს არ უნდა შენ ესასხლე ღმერთი გაგიყვანდა არ დაგტოვებდა ამ ქვეყანაზე გამორიცხულია ესა და ანუ ღმერთს რაღაცა და მე ჭირდებოდა რომ რაღაცა დაეტოვებინა და რაღაც ყოფილიყო ამ ქვეყანაზე სხვანაირად გამორიცხულია. После каждого покушения у меня прибавляются силы. Я сегодня даже некоторым коллегам предлагал такой испытать. აი ეს მომენტები, როდესაც კითხულობენ, რომ რა იყო ამ ტერაქტების მთავარი, ესე ვთქვათ, მაინსპირირებელი ძალა. მე ვფიქრობ, რომ მაინც მთავარი ეს იყო, რომ ის აპირებდა და გააკეთა კიდევაც მომავალში შეძინა ქვეყანას ის ფუნქცია რომელიც გარკვეულად ეწინააღმდეგებოდა სხვა ქვეყნის ინტერესებს, ეკონომიკურსაც და პოლიტიკურსაც. ტერაქტის მეორე დღეს დანიშნული იყო შეხვედრა მესტიაში, როგორც იქნა გადარჩი რაღაცა პატარა ნაკაცრები მქონდა და ავედი მესტიაში შეხვდე სვანებს საუბრობ და მეუბნებიან რომ დაბლა ტელეფონთან ტელეფონზე რეგავს ელჩინი. მიკითხა უმილოცა გადარჩენა მადლობა უთხარი და მე მგონი დამთავრდა საუბარი და არა ვარ დამთავრებულა ზანეთ კიდე რა გინდათ მეთქი ამინდა მე ძალიან გთხოვთ რომ ჩვენო მეგობრები ვართ და მეგობრულად გეუბნებით ახლა თან მეგობრულად და თან ესე პრინციპულად რომ ნავთობს და გაზს თავი დაანებთ კასპიის ნავთობით და გაზით დაინტერესებულია რუსეთი. აი ჩემი რჩევა, იმიტომ მე შეიძლება ჩვენ სხვა სანქციებს მივმართოთ. მას ვთქვი რომ ახლა ჩვენზე არა დამოკიდებული თუ ის ხალხი იტყვის რომ საქართველოსზე გაიაროს უნდა მოხდეს ტრანსპორტირება, მე ვარს ვერ ვეტყვი. როგორი ხათრიც არ უნდა მქონდეს თქვენი და როგორი შიშიც. და შიში არ მაქვს. ну არა ეწყინა ძალიან ეწყინა და მე მართლა ჩვენი საქმე გავაგრძელეთ
თუ კი ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტის რეალიზაციამ სოფლიო ეკონომიკურ რუკაზე დაიტანა სამხრეთ კავკასია და ორი ტერიტორიულად მცირე სახელმწიფო, მაგრამ მნიშვნელოვანი სოფლიო ეკონომიკისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ბაქო-თბილისი ერზრუმის, ანუ სამხრეთ კავკასიის გასადენის მნიშვნელობა კიდევ უფრო სერიოზული გახდა საქართველოსთვის. ეხლა ბევრს ლაპარაკობენ, აი ნავთობსადენები. აი აბრეშუმის ვის იდეა რო არ წამოგვეყენებია, შვიდად და კარგად ვიქნებოდით. ევრაზიის დერეფანი ტრასეკა რო არ ყოფილიყო და ეს ერთი კაცის კაპრიზები, ერთი კაცის მონაგონია. მე კიდე მიმაჩნია რომ ეს ჩვენი სტრატეგიული ინტერესებია. ეს საქართველოს ადგილია მსოფლიოში. და ეს საქართველოს კეთილდღეობის წყაროა. და ჩვენ არც ნერვებმა უნდა გვიღალატოს და არც მუხლები უნდა აგვიკანკალდეს მაშინ, როცა შეგვებრძოლებიან. შეგვებრძოლებიან იმიტომ რომ ვიღაცის ინტერესი შეილახა და ვიღაცას პირდაპირ ვეუბნები. ჩვენ ვიცხოვროთ მეგობრულად, მეზობლურად, მაგრამ არის კანონზომიერება, რომელსაც თქვენ ვეღარ გადაუხდით. რომლის იგნორირება ვეღარ მოხდება დღეს სხვა მსოფლიოა. დღესაც რამდენი ქვეყანა გაღატაკებული, ყველასგან დავიწყებული და მიგდებული არსებობს მსოფლიოში, რადგან მათ არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ. ეს გო ნაბიჯ სვლა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ოფიციალურად გაცხადდა საუკუნეთა მიჯნაზე. როდესაც ქვეყანამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თავის სტრატეგიულ არჩევანად გამოაცხადა. როდესაც შევარდნაძეს აძლევდნენ აბერალ ჰარიმანის ჯილდოს დემოკრატიის მშენებლობისათვის, ედვარდ კენედი გამოვიდა იქ. და მან თქვა ძალიან კარგად. ამბობდნენ რომ ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება წლები ტრანსფორმაციას, მაგრამ სინამდვილეში ამას სჭირდება ერთი დიდი ლიდერი. იმისთვის ეს ტრანსფორმაცია მოხდეს. აი ესე შეაფასა თქვა ედვარდ კენედი. And that one great leader can make all the difference. President Shevardnadze, you have guided historic change with great skill. I know what President Kennedy would have said if he could be here. He would have called you a profiling courage for our time, for all time. It is a special honor to present this award now. I know that the citizens of Georgia are proud of you, and so are we, President Edward Shevardnadze.